ცხოვრებაში, მამაკაცები, ბევრ ქალს შეხვდებით. ბევრ აღმაგზნებელ მომენტსაც განიცდით. ბევრ ამაფორიაქებელ სიტუაციაშიც მოხვდებით. მაგრამ იმაზე მეტად არაფერი გამოიწვევს თქვენში ერექციას, ვიდრე 2000-იანების ბომონდის ხალხის ჩაძირვის ლაივში ყურება, რომელსაც ეხლა განიცდის საქართველო. ყველა ადამიანი, რომლებიც ელიტად მიგვაჩნდა და დღეს რომ იძირებიან და დღეს რომ თანხმდებიან ნებისმიერ ინტერვიუს და აქამდე რომ 15 წელი მათი ინტერვიუ ნანახი არ გვაქვს, რადგან არ თანხმდებოდნენ, რადგან ჩვენზე მაღლა იდგნენ და დღეს აბსოლუტურად ყველა ფერზე თანახმანი არიან, მე რომ 100 ლარი მივცე, აქ შემიძლია დავაყენო და ვამღერო, ეს არის სიამოვნება. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენი გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. და დღეს მე მინდა ახალი წლის განწყობა შემოვიტანო ჩვენ გადაცემაში. Merry Christmas! პროდუქტიონი, ნატურები. მეტი რაღა გინდათ? ქუდები სხვათა შორის. ვიცი რომ ყველაფერი პოლიტიკური გახდა საქართველოში, ასე რომ მე გადავწყვიტე სანტა კლაუსიც გავაპოლიტიკურო და აქ გვახლავს ნაცების სანტა, რომელიც გვპირდება არ ვიცი რას. ნაცების სანტა მოკლედ ბუხრიდან რო ჩამოდის, ნაცების სანტა ბუხრიდან რო ჩამოდის, ანუ თან წმენდს ბუხარს რა, იქ რაღაცა არის მოკლედ გაკვამლული, გაჭვარტლული, ყველაფერს წმენდს ცოცხით, ოღონდ მე ეს ცოცხი ჩამოაკ და ტაქში გიკეთებთ და ორ გვამს ითხოვს თქვენი ოჯახიდან. ეს გვახლავს ნაცური სანტა. კოცების სანტა. კოცების სანტაც ჩამოდის ბუხრიდან, ცოცხი არა აქვს. ეს ხელებს შლის და ბავშვთან მიდის, ყველაზე ახალგაზრდა წევრთან და ეკითხება. ხელები დაკუმული აქვს. ერთ-ერთ ხელში მიდავს შოკოლადი, მეორე ხელში კამიტი. მოკლედ, დღევანდელი სასაუბრო თემა გვახლავს ქალბატონი სოფო ნიჟარაძის ინტერვიუ, ჩვენი ყოფილი ელიტის წარმომადგენლის, რომელიც დღესდღეობით აბსოლუტური ნოლია და არავის აინტერესებს მისი აზრი, ჩემ გარდა მართლა. დავიწყოთ ამ გადაცემის ყურება, რომელიც ჩაწერა ჩვენი გადაცემის მეგობარმა ქალბატონმა ვიკა ბუკიამ. ვიკა ბუკია ჩვენ გადაცემას უყვარს, ჩვენი გადაცემა პატივს სცემს მას. ეს ქალბატონი გახლავთ, ზოგადად ჩვენი გადაცემა პატივს სცემს 75 წლის ქალბატონებს, რომლებიც ცდილობენ რომ 35 წლის გოგოებად წარმოგვაჩინონ თავი. და საუბრობენ რუსული სიტყვის ჯამატებით. და გთხოვოთ რომ იაქტიუროთ, დაგვიკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გვიპოვოთ Facebook-ზე. Გამოიწერეთ, как говорится, подпишитесь, подпишитесь на канал, канале გამოიწერეთ რა. კაი. ვიღადავით გვეყო, გადავიდეთ ინტერვიუზე. და მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა ეტაპია ახლა შენს კარიერაში, იმიტომ რომ თითქოს ხარ ჭრდილში, მაგრამ თან წეგან მეუბნებოდი, რომ რაღაც გეგმები გაქვს წინა საახალწლო. პაუზა. ეს ნებაყოფლობითი პაუზაა თუ რაღაც გარემოება? ყველანაირი, ალბათ მიეწყო. ქალბატონო სოფო, ნებაყოფლობითი პაუზა გაქვთ თუ ვიღაცამ გაიძულათ? ყველანაირი პაუზა.
ანუ რო გადაგითარგმნოთ ეს ყველანაირი პაუზა იმას ნიშნავს, რომ ველოდები რომ მიშა გამოვიდეს დროზე ციხიდან და მომხედოს რა. პაუზა მაქვს, აბა რა მაქვს ეს დედანატირები. ჩამიწერია სიმღერები, შემდეგ გავჩერებულ ვარ. აღარ გამიკეთები, აღარ მიმიყვანია ბოლომდე. რატო? იცი რა არის თან აი ყველაფერთან. რატო? იმიტომ რომ არ არის ადამიანი პოპულარული, ანუ არ არის ადამიანი დაბადებული ცნობადობისთვის, არ არის ადამიანი სტრესის გამძლე. ადამიანი არ იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ფიგურა, რომელიც აი ესე გადმოაადგილეს, დასვეს დაფის წინ და გაყურებინებდნენ ხალხს, მაგრამ თვითონ არაფრის გამკეთებელი ქალბატონი არ არის. ნუ რა ვიცი, ძალიან საყვარელი ქალბატონია, ალბათ ძალიან თბილი, ძალიან ლამაზი, მაგრამ უკაცრავად ცნობადობა მაგაზე ბევრად მეტს მოითხოვს და როდესაც შეყვარებული პრეზიდენტი აღარ ყავს, მაგ დროს ხვდები, რომ თურმე არაფრის მაგნისი ვარ. არა, მართლა გეკითხებით, რატომ აღარ არის სოფო ნიჟარაძე პოპულარული მომღერალი? რატომ აღარ ჩანს არსად? ინტერნეტის ეპოქაში, TikTok-ის ეპოქაში, როცა მე ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს, შემიძლია რომ გავარღვიო ყველა ბარიერი, აბსოლუტურად ყველას გადაუვარო, თუ მე ნიჭი მაქვს, თუ მე სტრესის გამძლეობა მაქვს და თუ მე შემიძლია რომ კონსისტენტურად, არ ვიცი ეგ სიტყვა, მოკლედ ქართულად. მოკლედ გადაბმულად ვაკეთო ჩემი საქმე. სოფო ნიჟარაძე, ჩვენი ბომონდის წარმომადგენელი, აი ჟურნალის ქალი, ანუ რომ დღეს ვიხილავთ, რატომ ჩაიცვა სოფო ნიჟარაძემ წითელი კაბა კახა ბენდუქიძის ქორწილში და რა ჩუქა კახა ბენდუქიძემ სოფო ნიჟარაძეს. ვის ეცეკვებოდა რამტარი დირირაოზე სოფო ნიჟარაძე და ვინ შემოხვია მხარზე მას ხელი ფოტოს გადასაღებად. როგორ მიხარია ყველა რო იძირებით, როგორ მიხარია რომ საეჭვო კაცი გჯობნით მთელ 2000-იანების ბომონდს, რომ აი ერთი ცალი სოფლელი გლეხი როგორ მიხარია მართლა რომ ერთი ცალი სოფლელი გლეხი ტიპი გჯობნით მთელ ბომონდს. დიახ მეგობრებო, საეჭვო კაცი მაგარი ტიპია. მომწონს? არა. ფაქტია რომ ყველაზე წარმატებულია, დიახ. ფაქტია რომ სოფო ნიჟარაძეზე, უკვე ლელა წორწომიაზე ყველაზე წარმატებულია, დიახ, რა თქმა უნდა. და აი ეს არის ბიჭო თავისუფლება და აი ეს არის დღევანდელი დღის ბედნიერება, რასაც გვანიჭებს ინტერნეტი. და თქვენ ხალხი მაინც და აი ეს სოფო ნიჟარაძე მაინც ჩარჩენილია, რომ იცი რა, აი ეხა რა ხასიათის გამო ქალო? თუ რამე შეგიძლია ჩაწერე მუსიკა, ჩაწერე სიმღერა, დადე YouTube-ზე, დადე TikTok-ზე, დადე Spotify-ზე. მამა ფლექსი შენზე არის ალბათ ერთი 100-ჯერ ან 200-ჯერ პოპულარული. დებს ადამიანი, კაცი, მუშაობს საკუთარ ემაზე, რეპერტუარზე. ყველაზე პოპულარული შემსრულებელია ხო დღეს საქართველოში. და ამის ტრაკი არ გაქვთ არავის, რადგან შეეჩვიეთ რომ მე პრეზიდენტის საყვარელი ვარ და პრეზიდენტი დამეხმა. უკაცრავად არავინ დაგეხმარებათ და დღეს არის საკუთარ თავზე დაფუძნებული მედია. ყველას კიდია უკვე თქვენი იმედი, თქვენი ჟურნალის სარკე, თქვენი რაღაცა გაზეთი, ეს სიტყვა და საქმე, თქვენი რუსთავი-2, თქვენი მთავარი არხი, თქვენი რაღაც TV პირველი და შემდეგ, ნუ TV პირველი და ეგენი არც იყო იმ დროს. ყველას კიდია ეს. ანუ ადამიანს თუ შეგიძლია, თუ ხარ გამტრაკებელი ადამიანი, ნებისმიერ საქმეში მიაღწევ წარმატებას. და ეხა ვუყურებთ აი ადამიანის ჩაძირვას, რაც აი აქამდე მავსებს სიბედნიერით, რადგან ესეთი ელიტისტი ადამიანები უნდა ჩაიძირონ. ბოლომდე, აი უნდა დაემხონ აბსოლუტურად და უნდა წამოვიდნენ მამა ფლექსები, საეჭვო კაცები, რა ვიცი მე,
რაღაც so around the world-ები და აი ეგეთი ხალხი უნდა წამოვიდეს, რომლებიც თვითონ აკეთებენ ყველაფერს და არ არიან ვიღაცებზე დამოკიდებულები. მე რა თქმა უნდა ნომერ პირველი. სიმღერა იმდანაც ჩემია, რომ აი შემიძლია ხოლმე რომ მართლა აი მანქანაში მოვდივარ და ხანდახან ჩემთვის მღერი, აი უბრალოდ ინსტრუმენტალს ჩავრთავ და ჩემთვის მღერი და სხვათა შორის მანქანები მიჩერებენ მე, იმიტომ რომ ძალიან ისე ხმამაღლა და ეს მთელი ემოციით დავაკომენტაროთ ამაზე, ქალბატონი სოფო იმას ყვება აი თბილი ისტორიათ რა, აი ხო იცით აი თბილი ისტორია რა, რომ ერთხელ ბავშვი ვნახე, რომ აი ცდილობდა ტრასაზე გადასვლას რა, თან ძაღლი ყავდა პატარა და ვერ გადადიოდა რა და აი მე მანქანით ვიყავი და გავაჩერე მანქანა, სხვებსაც მივმართე რომ გაჩერებულიყვნენ და ბავშვმა გადაირბინა. შემდეგ დამიქნია რომ დიდი მადლობა მიშა ძიაო, მიყვარხარო, მოვარდა, ჩამეხუტა ესე. ჯიბიდან კანფეტი ამოიღო, აგერ მიშა ძიაო თქვენ. ესეთი ისტორიას ყვება რა და ოღონდ სოფოს ისტორია ესეთი თბილი არის ის რომ ხანდახან იცით მანქანაში მღერი ხოლმე. მანქანაში მღერი კი არა, მე აქ საყინულაში ვზივარ და ყოველ დღე 9 საათი ვსაუბრობ გიჟივით კამერის წინ. ჩემ წარმოსახვით მეგობრებს ვესაუბრები. და თურმე ისა კეთილი ისტორია, ვაიმე მე მანქანაში მღერი. საქართველოში მუსიკა და პოლიტიკა და რაღაცა ზედმეტად ყოველთვის იყო ახლოს და ფიქრობ თუ არა რომ პრინციპში მარტო საქართველოში მუსიკა და პოლიტიკა вот как сказать ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. აი რატომ გგონია სოფო რომ ესე ხდებოდა? არ ვიცი ვიკა, თუ სიმართლე გაინტერესებს, იმიტომ ხო არ რომ პრეზიდენტის საყვარელი ვიყავი, როდესაც ადამიანს ცოლი და შვილები ყავდა? может быть, სოფოშკა, არ ვიცი, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ფიქრობ თუ არა რომ შესაძლოა ამ გარემოების მსხვერპლიც იყავი შენ? კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ზოგადად ამ ქვეყანაში არის ეს. დიახ, მე ნამდვილად მსხვერპლი ვიყავი, მე ნამდვილად ვარ იმ ყველაფრის მსხვერპლი. ოღონდ მაშინ, როდესაც პრეზიდენტის საყვარელი ვიყავი, ქალბატონო სოფო, მაშინ რატომ არ გრძნობდით მსხვერპლად თავს? იმიტომ ხო არა რომ მაშინ ყველაფერი გქონდათ, მაშინ ყველაფერი ხდებოდა აი ესე, რასაც მოინდომებდით, რადგან თქვენი საყვარელი პრეზიდენტი იყო. და ეხლა მსხვერპლად აჩენთ თავს, რადგან აღარავის სჭირდებით, თქვენი პრეზიდენტი დაჭერილია, ჩვენ რა ვქნათ ხალხმა, უნდა შეგიცოდოთ და უნდა გაგიგოთ, რომ კიკიაო, მართლა მესმის, აი ყველა ადამიანის დედა, რომელიც იტყვის, რომ ვაიმე მესმის სოფოსი. რა გესმით ხალხო, რისი გესმით? ოდესმე პრეზიდენტის საყვარლები ყოფილ ხართ? სად ჯანდაბიდან გესმით რამე? თუ თქვენ გონიათ ესეც ჩვეულებრივი გოგოა და თქვენს ჩვეულებრივი გოგოები, თქვენ კი ხართ ჩვეულებრივი გოგოები, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად პრივილეგირებული ქალი, რომელიც იყო პრეზიდენტის საყვარელი, იმ პრეზიდენტის, რომელიც ნავდა, ხომ, რეალურად ყველაფერს აკეთებდა და ყველაზე მთავარი იყო, მაგის საყვარელი იყო და ეხა უნდა შეგვეცოდოს რომ ვაიმე, მე ამ ყველაფრის მსხვერპლი. რისი მსხვერპლი ხარ? სოფოშკა. დაუკდი რა და პასუხისმგებლობა აიღე, აღარ ხარ პატარა გოგო, 40 წლის ქალბატონი ხარ. დღეს დაკენსელებული ხარ? რა თქმა უნდა. დღეს დაკენსელებული ხარ? რა თქმა უნდა. სოფო ნიჟარაძე არის მეგობრებო დღეს დაკენსელებული, აი ვის მიერ არის დაკენსელებული? რა თქმა უნდა.
ერთი მე ვარ დაკენსელებული და მეორე სოფო ნიჟარაძე. ანუ მე სადმე ნანახი ყავართ, რომ გამოვდივარ შოუებში, ან იუთუბერი ძმაკაცები მყავს და რაღაცა. ანუ დაკენსელებული ვარ, რო არ გამოვდივარ. არა, უბრალოდ არ ვარ იმათი მეგობარი, ხო? სოფო ნიჟარაძეც ეგრეა. არ არის იმათი მეგობარი. მაგრამ მე მაინც ვატრაკებ და სოფო ნიჟარაძე არ ატრაკებს. მე დაკენსელებული ვარ? არ ვარ. სოფო ნიჟარაძე დაკენსელებულია? არა. მე ვცდილობ მაინც რაღაც ვაკეთო? კი. სოფო ნიჟარაძე ვცდილობს რამე აკეთოს? არა. უბრალოდ ურჩევნია კომფორტულ გარემოში იჯდეს და მე დაკენსელებული ვარ, აბა ეხა ველოდები რაღაცას, ხო? ქალბატონ სოფო, არ ვიცი, მართლა ღმერთმა გიშველოთ, იმედია გამოვა თქვენი კაცი მალე და მოგაქცევთ ყურადღებას, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში წასვლამდე უკვე სხვა ცოლი ყავდა, მაინც ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ქალბატონი მის ცხოვრებაში. ამ სულელეების მართლა ჯერათ ქალებს, რომ მე ვარ ერთადერთი.